წარმომადგენელი ესწრება ნათის ხდომას. კი ბატონო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს პოსტივის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ შპს პოსტივის ახალი ამბების პროგრამების მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა 7 დარღვევის ფაქტი. მოგახსენებთ მე ამ დარღვევებთან დაკავშირებით რამოდენიმეს გამოვაქვეყნებ, მაგალითად 28 თებერვალს საინფორმაციო გამოშვების პროგრამაში ჟურნალისტი ამბობს, რადიკალური ოპოზიციის წევრებმა წერილი ურსულა ფონ დერ ლაიენს 22 სექტემბერს გაუგზავნეს. ასევე 9 მარტის საინფორმაციო გამოშვების პროგრამაში ჟურნალისტი ამბობს ასეთ ფრაზას: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ციხიდან ისევ მსჯავრდებული სააკაშვილი მართავს. ასევე მაგალითად მიმდინარე წლის 10 მარტს ასევე საინფორმაციო გამოშვებაში ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გზავნილები ამჯერად ოპოზიციური განწყობებით ცნობილმა ექსპერტმა გაიმეორა და აბსურდულ ბრალდებებთან ერთად საზოგადოებაში პანიკის დათესვაც სცადა. როგორც მოგახსენეთ, 7 დარღვევა არის სახეზე და ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიუკერძოებლად საკუთარი შეხედულების მიხედვით. კერძოდ, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 54 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან და სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. ასევე დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის საზოგადოებრივი რელიგიური გაერთიანების ან და სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს იმ კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან, რომლის მიხედვითაც იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას საავტორო პროგრამების გარდა თავისთავად პოზიციის გამოხატვა. მოხსენებითი ბარათის მიხედვით განსახილულ შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების საინფორმაციო გამოშვების პროგრამების წამყვანების ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად მაუწყებელს შეერაცხება ეს დარღვევა. მოხსენებითი ბარათის მეორე ნაწილში ასევე საუბარია მაუწყებლის ეთერში 10 მარტს საინფორმაციო გამოშვების პროგრამაში. ასევე საინფორმაციო გამოშვების პროგრამაში, როდესაც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად დღეს ნაცმოძრაობაში ამბობენ, რომ ყულევის სპორტთან დაკავშირებულმა მათ მიერვე წამოწყებულმა ანტისახელმწიფოებრივმა კამპანიამ იმუშავა და ქვეყნის იმიჯი დააზიანა. შემდეგ კი არის ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან სანიკიძის ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს, ის რომ ზოგადად აი ასეთი საუბრების გამო, ანუ როდესაც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის გარშემო აქამდე მიდიოდა საუბარი, რომ შეიძლება დასანქცირებულიყო რუსეთთან ძალიან საეჭვო კავშირების გამო, ისეც უკვე საკმაოდ რეპუტაციული ზიანია ქართული სახელმწიფოსთვის. მოხსენებითი ბარათის თანახმად ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული ფრაზა ინფორმაციას ისე წარმოაჩენს, თითქოს სიუჟეტში შემდგომ ჩართული რესპონდენტი ლევან სანიკიძე ადასტურებს, რომ ნაცმოძრაობის ანტისახელმწიფოებრივმა კამპანიამ იმუშავა და ქვეყნის იმიჯი დააზიანა, თუმცა სიუჟეტში ჩართულ ინტერვიუში სანიკიძე ასეთ განცხადებას არ აკეთებს. ამ შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემის სიზუსტის პრინციპი არის დარღვეული 50 მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 52 მუხლის 1 პუნქტის დარღვევა გვაქვს სახეზე. მხარე გვესწრება, როგორც ხედავთ და შეგვიძლია მივცეთ სიტყვა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. ორიოდე სიტყვით
რამდენადაც თქვენ ახსენეთ მოხსენებით ბარეთში მითითებული ასე ვთქვათ კონკრეტული ვორდინგები იყო დაფიქსირებული სატელევიზიო ეთერით, თუმცა რაც შეეხება შეფასებებს დარღვევებთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით დაველოდებით კომისიის მიდგომას და შესაბამისად სამომავლოდ გავითვალისწინებთ ჩვენ საქმიანობაში. მხოლოდ ამ კომენტარით შემოვიფარგლები ამ საკითხთან დაკავშირებით. მადლობა. კი ბატონო, მე კომისიას შევახსენებ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკითხის მოსმენა, დღეს გადაწყვეტილებას კენჭს არ უყრის კომისია, შესაბამისად თუ ხალბატონ ნინოს არ აქვს სხვა პოზიცია დასაფიქსირებელი, შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. გადავიდეთ.